პირველ დღეს, ანუ აქ არ არის საუბარი პირველ დღეს, როცა ჩვენ საგუშაგო გავხსენით. აქ არის საუბარი საგუშაგო რო გავხსენით, იქიდან მოყოლებული. უშუალოდ საგუშაგოს გახსნის პერიოდი, ეს თან იცით რა არის, ძალიან სენსიტიური თემა არის ეს და მე ამ ეტაპზე თავ შევიკავებ რაღაც გარკვეულ სიღრმეებზე ჩავიდე და დეტალები გავშალო. ანუ თუ იქნება, ანუ ზოგადად ამას თუ თვითონ გამოამზეურებენ და მე ინტერესიც იქნება საზოგადოების შესაძლებელი არის უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ ამ საკითხზე, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, რომ 2019 წლის აგვისტოში ეს პრობლემა არ ყოფილა, ეს გაცილებით ადრე დაიწყო. ეს დაიწყო პირველად ჩვენ დავალება მივიღეთ 2018 წლის დეკემბრის თვეში. პირველი რეკოგნოსცირება, ასე ვთქვათ, გავაკეთეთ დეკემბრის თვეში, სადაც ვნახეთ წაღვლისა და ეს გეოგრაფიული არეალი რო წარმოიდგინოთ, ეს არის წაღვლი სოფელი და ჩორჩანა, რომელიც ერთმანეთს ესაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტში და როგორც წაღვლში, აგრეთვე ჩორჩანაში იყო გარკვეული მონიშნები გაკეთებული. სადაც აპირებდნენ სამომავლოდ 1922 წლის რუკით გაეტარებინათ საზღვარი. განსაკუთრებით ჩორჩანაში, იმიტომ რომ იქ მდებარეობს ტალკის საბადო, ანუ კირის საბადო არის და ეს საბადო, სადაც კარიერი არის, ღია კარიერი არის. იქიდან საჩხერე გომის დამაკავშირებელი მაგისტრალი პირდაპირ მანძილი არის 350-400 მეტრი თუ არ ვცდები. იქამდე უნდათ რომ ამოსულიყვნენ. შესაბამისად, ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ პირველ ეტაპზე ჩორჩანაში შესულიყვნენ. მით უფრო ჩორჩანას უფრო იყენებდნენ ადგილობრივი მოსახლეობა. მე ვნახე იმ მოქალაქის გამოსვლა კომისიაზე, რომელიც იძახის, რომ საძოვარი ქონდაო და საშიშეთ ვიყენებდითო. ანუ წაღვლის ეგ მიმართულება არც საძორად იყო გამოსადეგარი და მით უფრო იყო ტყე ბუჩქნარი. რასაც მოსახლეობა იყენებდა, ეს იყო ჩორჩანის ტყე და ჩორჩანის მიმართულება. აქ სხვათა შორის თვითონ წულუკიანმა დაადასტურა, ანუ გახარიას დიალოგში მიყვება, რომ ჩვენ თანხმდებით, აი ამას იძახის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩორჩანის ტყეში არ უშვებდნენ, ან აკავებდნენ, ან ეუბნებოდნენ, რომ არ შეხვიდეთო. ანუ რა გამოდის, რომ ჩვენს კონტროლირება ტერიტორიაზე ოსი სეპარატისტები გადმოდიოდნენ და საკუთარ მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ ამ ტყეში არ შემოხვიდე, ან თუ შევიდოდნენ, აკავებდნენ. ეს ხდებოდა საგუშაგოს გახსნამდე. ეს ხდებოდა საგუშაგოს გახსნამდე, დიახ. და ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გახსნილიყო საგუშაგო და საგუშაგოს გახსნით ჩვენ რაიმე პროვოცირება კი არ მოვახდინეთ. ჩვენ მოვახდინეთ მთლიანი იმ ტერიტორიის, ასე ვთქვათ, პერიმეტრის დაცვა, რათა შეგვძლებოდა მოგვეხდინა იქ მაცხოვრებელი მოქალაქეების, მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმიტომ რომ ადრეს ეს იყო ტყეკაფი ის ტერიტორია და არა მარტო ადგილობრივი ჩორჩანის იმ მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობა სარგებლობდა ამ ტყით. და ეს იყო ამოცანა და არა რაიმე პროვოცირება. კი ბატონო, შემდეგ რა ხდება ბატონო ირაკლი, როცა გაიხსნა უკვე საგუშაგო? საგუშაგო, როდესაც გაიხსნა, ეს არის 24 აგვისტო, როდესაც ჩვენ საგუშაგო გავხსენით რა, ანუ გზა გავიყვანეთ, დროშა აღმართეთ. შემდეგ იყო მოვიდა ბიბილოვი თავის წარმომადგენლებთან, იქ იყო რაღაც გარკვეული პროვოკაციული მცდელობები ქონდა, სხვათა შორის ულტიმატუმი წაგვიყენეს. თუ არ ვცდები დაახლოებით ეს იყო 12 თუ 24 საათიანი ულტიმატუმი და გვითხრეს რომ ამ პერიოდში უნდა დატოვოთ სასწრაფოდ ეს ტერიტორია წინააღმდეგ შემთხვევაში გავხსნით ცეცხლს. და ჩვენ იქ ვიყავით. მე კიდევ ერთხელ მინდა აქედან შიდა ქართლის სამმართველოს იმ მებრძოლებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი გამბედაობას იმამაცე ეროვნულობა გამოამჟღავნეს იმ ბიჭებმა. იქ ვიყავით, არავინ არ გასულა, ფეხი არავის მოუწმია და გამთენიას დილის 6 საათზე ჩამოიყვანეს ჟურნალისტები. ეს იყო ორგანიზებული მაშინდელი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, მე როგორც ვიცი, იმიტომ რომ სხვადასხვა მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ და ასე შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები. როდესაც ესენი ჩამოვიდნენ, მე იყო უკვე შეხვედრები, მე ეს გადავიდა IPRM-ის შეხვედრაზე, ერგნეთის ფორმატში, ამაზე მიდიოდა საუბარი და ну საბოლოოდ შევთანხმდით რომ იქ უნდა ჩვენ ვიდგეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ტერიტორია. იმიტომ რომ მაშინ ოსებმა მოიტანეს რაღაცა, აი როგორ გითხრათ, აი ფურცლის ნაგლეჯი მოიტანეს, რუკაც არ მოუტანიათ, სადაც იძახდნენ რომ ეს ტერიტორია არის ჩვენი და ამას გვედავებოდნენ. ანუ ის კი არა რომ რაღაცა ჩვენ გავაფუჭეთ, ანუ თქვენ ჩვენს ტერიტორიაზე ხართ, შემოსულებიო. ეს ჰქონდათ პრეტენზია, რომელიც IPRM-ს შემდეგ გადაწყდა, რომ ეს იყო 1984 წლის რუკით დადგენილ საზღვრებში იდგა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ჩვენ მე ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, იქ გავიყვანეთ, დამატებით საგუშაგოები განვათავსეთ და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან
ტექნიკური დეტალები არის და შიდა სამზარეულო საკითხები არის, რომელიც ფიქრობ საინტერესო არ არის, მაგრამ დღემდე ეს საგუშაგო ასრულებს იქ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და როლს, ანუ ეს არის გეოგრაფიული არეალი, რომ წარმოვიდგინოთ, ანუ შიდა ქართლის იმერეთისა და ასე თქვათ გამყოფ გზაჯვარედინზე არის განთავსებული და ისინი რომ შემოსულიყვნენ და მართლა ის იმ მონიშნებით გაეტარებინათ მავთუხლართები, ხომ? მერე საქართველოს რას დაუპირისპირდება? აი იქვე იძახის ოლუკიანი რომ მათ ხო არ ქონდათ ჯერ საგუშაგო გაკეთებულიო, აი ძალიან ცინიზმი არის. ანუ რო გაეკეთებინათ საგუშაგო, მერე ჩვენ მივიდოდით და იმ საგუშაგოს დემონტაჟს მოვახდენდით. თუ ეს გავხსნით, რამდენი ესეთი ფაქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ საოკუპაციო ხაზზე, 390 კილომეტრს შეადგენს საოკუპაციო ხაზი. თუ იციან საერთოდ წარმოდგენა თუ აქვს იმ კომისიის წარმომადგენლებს და ან დანარჩენ მთავრობის წევრებს, ზოგადად რას ნიშნავს საოკუპაციო ხაზი, რას წარმოადგენს, რა სირთულეებია, რა პრობლემებია, რა გამოწვევებია და ასე შემდეგ. გონია რომ ძალიან ზედაპირულად უდგებიან ამ საკითხს და ამითი манипуლირება ეს კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს ეროვნულ ინტერესებს უთხოვს, ეს სახელმწიფო ინტერესები არის. მე არ მახსენდება არც ერთი სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, რომელიც პასუხისმგებაში მიეცათ, იმიტომ რომ ეროვნული ინტერესები დაიცვა. ანუ წარმოუდგენელ სპექტაკლთან გვაქვს ჩვენ საქმე და ბატონო ირაკლი, მე მინდა კითხოთ, რას ემსახურება ეს ყველაფერი, ეს საგამოძიებო კომისია, რომელიც ინტერესდება საგუშაგოთი. თქვენ ხედავთ ამას, რომ ეს არის პროცესი კონკრეტულად გიორგი გახარიას წინააღმდეგ, თუ შესაძლოა ეს არის პროცესი, რომელიც მთავარი სამიზნე უნდა იყოს ქართული საგუშაგო, იმიტომ რომ თქვენ საუბრობდით მუდმივად, რომ რუსული FSB-ს გავლენა უკვე ძალიან დიდია მენეჯმენტში. ხედავთ თუ არა აქ ამ ყველაფერს რუსული გავლენის კვალს. კი ბატონო, მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით. მარტო ერთი საკითხი არ მგონია, ანუ კომბინირებულად მგონია ეს საკითხი და უფრო შეკრული არის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ახდენენ ზეწოლას, იმიტომ რომ დღემდე სამხრეთ ოსეთისთვის ჩორჩანა საგუშაგო არის ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა. ანუ მათი მთავრობის შიდა დისკუსიებში და საუბრებში ყოველთვის ამ თემით манипуლირებენ და დღის წესრიგში უდგათ, რომ ამ საგუშაგოს საქართველოს მთავრობას ააღებინებენ. მეორე, ეს არის გახარიას პირადი შურისძიება, ჩემი აზრით, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ ანონსში ივანიშვილის გამოსვლა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სადაც მან თქვა, რომ გვაქვს მასალები, რითაც ვაპირებთ, რომ ჩვენ დავიჭიროთ გახარია და მესამე, ეს არის უკვე ემზადებიან საარჩევნო манипуლაციებისთვის და საარჩევნო აგიტაციისთვის. ისევე როგორც წინა არჩევნებზე. ომით манипуლირება, რომ აი თურმე ამით ამაზე მერე ააწყობენ თელ პროპაგანდას ააწყობენ ამაზე, რომლითაც მოწამლავენ საკუთარ ამორჩეველს და საზოგადოებას, იმიტომ რომ ომის თემაზე როგორც აღმოჩნდა, ხო, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მოწყვლადი არის და ამაზე რეაგირებს. შესაბამისად, აი სამი კომპონენტი ერთობლიობაში მგონია, რომელსაც ესენი იყენებენ და ამით აპირებენ, ანუ გახარიას დაჭერით, არ არის გამორიცხული საგუშაგოს დემონტაჟი გააკეთონ და გამოვიდნენ საერთოდ იმ ტყიდან, ვერ გამოურიცხავ, იმიტომ რომ სადაც მსგავსი თემებით манипуლირებენ, ეს არ შეიძლება, ანუ არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს ამისი უფლება ეროვნული ინტერესებით манипуლირება მოახდინოს. და მე მიხარია, რომ საზოგადოების პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი ამაზე ჯანსაღად რეაგირებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად და სწორად რეაგირებს და ეს სწორად რეაგირებული ადამიანების რიცხობრივი მაჩვენებელი რამდენი არის საქართველოში. ნართლა შერჩა თუ არა კიდევ საქართველოს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც სწორად ფიქრობენ სახელმწიფოებრივად. კი ბატონო, ბატონი ირაკლი, თქვენ არჩევნები ახსენეთ, უფრო რომ დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ, იმიტომ რომ გამორიცხავთ თუ არა, რომ იმიტომ რომ ეს ვერსიაც ითქვა მათ შორის, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ წამოწყებული ეს პროცესი არის დამატებითი ბერკეტი, არ ვიცი, ზეწოლა გახარიაზე მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ერთგვარი იძულება მისთვის და შანტაჟი. ამ ვერსიაზე რას გვეტყვით? არ მგონია, მე არ მგონია გახარიაზე რაიმე ზეწოლა იყოს, გახარიას დაჭერა უფრო მგონია, იმიტომ რომ
ივანიშვილს უნდა გახარიას დაჭერა და ეს არ გამოუვიდა წულუკიანის კომისიით და მერე დაიწყო უკვე ესეთი გამოძიება პროკურატურაში და გონია რომ მიიყვანს ბოლომდე, იმიტომ რომ პირველი დაკითხვაზე ვინც მივიდა, თქვენ კარგად დაინახეთ, რატო არ მივიდა გომელაური, რატო მივიდა პროკურატურაში გამოკითხვაში და რატო არ დაიბარა წულუკიანმა და საზოგადოებისთვის გამხდარიყო ნათელი, რაზე ისაუბრა, რატომ არ მიიწვიეს, ხო? ანუ ეს მგონია და მეორე საარჩევნო ნაწილში გახარიასის ზემოქმედების მიზნით არა. საარჩევნო ნაწილში თავის ამომრჩევლებზე ზემოქმედებისთვის, ანუ ომის თემით манипуლირება. თუმცა როგორ ფიქრობ, მთელი ეს ისტორია მაინც, იმიტომ რომ ესეც გამოითქვა მათ შორის, მე არ მინდა ხა შეთქმულების თეორიებში გადაგიყვანოთ, მაგრამ მთელი ეს ისტორია ვის რეიტინგს უფრო ზრდის, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ეს აზრიც გამოითქვა, ასე ვთქვათ, რომ ყოველ შემთხვევაში გახარიას ოპონენტები საუბრობენ, რომ ეს არის რა ვიცი, ერთგვარი გარიგება, რომ ეს ისტორია გიორგი გახარიას წერს პოლიტიკურ რეიტინგს და ადგილი აქვს რაღაც ყოფილ პრემიერსა და ოცნებას შორის ერთგვარ გარიგებას. ალბათონო ვიტა, ჩემი აზრი ესეთი არის. პოლიტიკოსებზია ხო აქ საუბარი. აი მაგალითად დაიჭირეს ზურა ჯაფარიძე და მე მგონი იქ ყველამ აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადა, ხო? ანუ აქ გახარიაზე არ არის ჩემი აზრით საუბარი და არც რეიტინგზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი, რომ თუ კი ეს ხდება, მგონია რომ ყველამ უნდა გაერთიანდეს და უნდა დაიჭირონ პრინციპულად ამ შემთხვევაში ეს პოზიცია გაამართლონ კი გასასამართლებელიც არ არის. ამ ხარეს უნდა დადგნენ, იმიტომ რომ ეს იყო სახელმწიფოებრივად მნიშვნელობის მატარებელი გადაწყვეტილება, ხო? ანუ გახარიათი ამით ვერც დააკლებენ, არ ამგონი არც დააკლონ, არც რეიტინგი მოუმატონ. არ ვიცი რეიტინგების მომატებას რითი ითვლიან, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რით манипуლირებს დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებაზე, რა თემით манипуლირებს. ანუ რამოდენიმე წლის შემდეგ, ხვალე 1 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ მუდმივი ხო არ იქნება ქართული ოცნება, ხომ? როდესაც აღარ იქნებიან ესენი ხელისუფლების აღმასრულებელ შტოში. ამ მათ წინადადებებს, მათ ნათქვამ სიტყვებს, მათ გადადგმულ ნაბიჯებს, ჩვენი შვილების თაობას როდის დაუდებენ მაგიდაზე, ან გაეროში, ან ეუთოსზე, ან ევროკავშირის ადვოკატურ მომლაპარაკებელთა ჯგუფზე და ამითი როდის მოახდენენ ჩვენზე ზეწოლას, ჩვენ ხო არ ვიცით, ჩვენ ხო დაზღვეულები არა ვართ. ანუ ამან რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს სამომავლოდ, ჩვენ არ ვიცით. შესაბამისად, დღეს ყველამ ერთად უნდა დავიცოთ სახელმწიფოს ინტერესები. ეს იყო ჩვენი ტერიტორია, ეს იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ამოცანა დაგვეცვა იქ მაცხოვრებელი. არ არის ძალიან დიდი სოფელი, არ ჩორჯანა, არ წაღვლი, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ბევრჯერ მithქვია, როდესაც მე შიდა ქართლში მუშაობდი, პირად საუბრებში ყოველთვის ვიძახდი, მე იმ ადამიანებს ვიძახდი ცოცხალ ფარს. იქ დგანან ბევრი ადამიანის ოჯახში ეზოში გადის საოკუპაციო მავთუხლართები და არტოვებენ სახლებს და იქ ცხოვრობენ. ანუ ამით ინარჩუნებენ იმ ტერიტორიას, ვთქვით და მე უფრო მეტად მაძლევს სტიმულს, რომ ამ ადამიანების უსაფრთხოებაზე ვიზრუნო. და არა მარტო მე, ყველა სამართლებრივი ვალდებულება. საინტერესოა თვითონ მოსახლეობა დღეს გრძნობს თუ არა და მთავარი ხომ შედეგი არის ხო რა მოიტანა ამ საგუშაგომ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რომ ადგილობრივი მკვიდრი ყავდა წულუკიანს, სხვათა შორის ის არ იყო ჩორჩანადან, მე გაირკვა რომ სხვა სოფლის მკვიდრი იყო. ხო ეს ცვლის ამ ისტორიას, რამდენ დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ პატარა ერთი პატიოსანი ადამიანი მიიყვანეს, რომელსაც წინასწარ ჩემი აზრით დაუწერეს ტექსტი და ალაპარაკეს, რო შეხედოთ მიმიკების და მანერებით, მიხვდებით როგორ განიცდის და ნერვიულობს. იმ ადამიანმა რაც ისაუბრა, რომ ვიყენებდით საძოვრებისთვისო, არ არის მართალი, ვიყენებდით შეშისთვისო, არ არის მართალი, იმიტომ რომ მარტივად შეგიძლიათ ჩახვიდეთ, ნახოთ იქ საშიში ტყე არ არის, ტყე ბუჩქნარი არის. ჩასვლაც არ არის საჭირო არქივს რო გადაავლო თვალი, მაშინ მედია, სამთავრობო მედია და პროპაგანდა გამარჯვება დასახებდა ამ საგუშაგოს დარჩენას, მერე ულტიმატუმს, მეც გადავავლე თვალი და ადვილად ხელმისაწვდომია. აღულში მაგალითად, ხო? მათ შორის სუსის წარმომადგენლები აკეთებენ კომენტარს და ასე შემდეგ. სოფელ წაღულში მაგალითად დღესაც არის პოლიციის განყოფილება გაკეთდა, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან იქ
და აი უნდა გენახათ ადგილობრივი მოსახლეობის ბედნიერი სახე, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ ის შენობა აგვედგინა, გაგვერემონტებინა და იქ შეგვეყვანა დამატებითი საპოლიციო ძალები. იმიტომ რომ თვითონ დასახლებულ პუნქტში არის ეს საპოლიციო ძალები, ჩორჩანაში უკვე საგუშაგოები არის. ორივე სოფლის მოსახლეობა ძალიან ბედნიერი იყო. ბედნიერის რა ინდექსით გულისხმობ, რომ გარკვეულწილად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შენს იქ სადაც თვლი რომ მიტოვებული ხარ, ყველასაგან და ყველაფრისგან გვერდზე ყავს სამართალ დამცავები, რომლებიც 24 საათი პატროლირებენ, მორიგეობენ, ხიზლად არიან. არა მარტო საპოლიციო ამოცანებს, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბიჭები ძალიან ბევრ ჰუმანიტარულ ამოცანებსაც უსრულებდნენ. აი, ბევრჯერ შემხედრია, რომ თხოვნები იყო, რომ პიკაპებით რომ მოძრაობთ, ან ფქვილი გამომიყოლეთ, ან პროდუქტი გამომიყოლეთ, ან რაღაცა და ესეთი ურთიერთობა გქონდათ. და დღეს ამას იძახია, რომ ჩვენი მოსახლეობა გავწირეთ და გავიმეტეთ ომისთვის. არ გაგვიმეტებია პირიქით, ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე და თუ კი ამას გადადგავდა მაშინდელი სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, საპასუხო რეაგირებას მიიღებდა აუცილებლად ჩვენი მხრიდან. და ეს მნიშვნელოვანი არის, ჩვენ უნდა ყოველთვის დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენ უნდა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ. სხვა შემთხვევაში მაშინ ნებისმიერ დღეს ჩორჩანას შემოყობავენ, ხვალ ავლენ პერევს შემოყობავენ, რუსოს ხეობაზე გადავლენ, გრემის ხევის მიმართულებაზე და ასე შემდეგ რო არ დავკონკრეტდე ცალკეულ ადგილებზე. თელ ამ ისტორიაში ალბათ ყველაზე საზარელი არის, რომ საგუშაგო არ უნდა გახსნილიყო. ამას გვეუბნება ახლა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და როგორც ჩანს ეს არის სისტემური რუსული პოლიტიკის ნაწილი. აი ეს არის თავარი, რაც გავიგეთ. მე შემიძლია მეტიც გითხრათ, 2022, 2023, 2021 წლებში მაშინდელი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო ბერაია. არაერთი ბრიფინგები გვაქვს ამაზე ჩატარებული, გაგზავნილი მასალები, დოკუმენტები. ეს როგორც ჩორჩანას, არა მარტო ჩორჩანას, ზოგადად საოკუპაციო ხაზს და მით უფრო ჩორჩანაზე უამრავი პრეზენტაცია და ბრიფინგი არის ჩატარებული როგორც ჩინეთის სამხედრო სამინისტროში, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და პარლამენტში. დღეს რატო გახდა ეს თემა ესეთი აქტუალური? თუ მაშინ დაინახეს და თუ მაშინ იცოდნენ, რომ ეს პრობლემა იყო, თავის დროზე მაშინ ამაზე რატო არ დაიწყეს შესაბამისი რეაგირება? ან რატო არ გამოიძიეს, ან რატო არ მოიკვლიეს, ან რატო არ დაიბარეს ქვედა რგოლიდან რატო არ დაიწყეს ამ ინფორმაციის ამოღება და დადება, დაესიზმრა, დაუშვათ ჩვენ დაგვესიზმრა, რომ იქ რაღაცა მონიშნები კეთებოდა, ეს ხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან წამოვიდა. და მთელი ასე ვთქვათ კომპლექსური მექანიზმით იყო შეკრული, სანამ ასე ვთქვათ ღონისძიებას დავიწყებდით, ხო? არა მარტო ჩორჩანა, მეტიც ყველა მოწყვლად ადგილზე უნდა შედიოდეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა მოწყვლად ადგილზე უნდა აკეთებდეს საგუშაგოს, რომ ვუზრუნველყოთ პრევენცია, აბა თქვენ როგორ წარმოგიდგენია, ინტური რომ მოგვიკლეს, ხვალე ვინ არის დაზღვეული, რომ ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს არ მოკლავენ კიდევ. საპრევენციოდ ჩვენ აბა რა უნდა გავაკეთოთ? არსებობს საფრთხე, არის მოწინააღმდეგის აქტივობა კონკრეტულ ლოკაციაზე? იქ აუცილებელი ან საგუშაგო გაიხსნას, ან ქვეითი პატრული დაინიშნოს, ან მოტორიზირებული პატრული დაინიშნოს, ან დამატებითი კამერები და სასოფლო მოწყობილობებით, მაგრამ ეს იმდენად ძვირი არის, ამაზე ფინანსებს არ ხარჯავენ, პირად კეთილდღეობას ვერ ელევიან, პრემიებს და დანამატებს და ასე შემდეგ და ეს ყოველთვის პრობლემა იყო, რომ ეს ძვირი გვიჯდება ჩვენ და ძვირი ღირს, ტექნოლოგიურად, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის. ამას არ აკეთებენ. რა გაკეთდა, რა გააუმჯობესეს, არაფერი არ გააუმჯობესეს. პრევენციული მოქმედებებისათვის რა შექმნეს, რა მექანიზმი შექმნეს, არაფერი არ შექმნეს. ჩორჩანას რო იძიებენ, ინტურის მკვლელობა გამოიძიეს, ტატუნაშვილის მკვლელობა გამოიძიეს, 82-ის მკვლელობა გამოიძიეს, ამ სამ ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულ შედეგს მიაღწიეს, ასობით გატაცებული მოქალაქე რო არის და მოსახლეობის, საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებული ვარ, 99%-მა არ იცის, რამდენი მოქალაქის გატაცება ხდება ყოველდღიურად თუ ყოველთვიური სტატისტიკური მაჩვენებლებით. ამაზე რაიმე მექანიზმებს აკეთებენ, საკითხებს სვამენ, რომ რატო ხდება, აბა რას ვერ ვაკეთებთ ისეც, რომ ჩვენი მოქალაქეების გატაცება ხდებოდეს ერთი და მეორეს მხრივ. ამაზე ჩვენ როგორც სახელმწიფოს რა რეაგირება გვაქვს და ამაზე რას ვახდენთ? IPRM-ის შეხვედრის გარდა სადმე სხვაგან ამ საკითხს ვაყენებთ, ხმამაღლა ვიძახით, რომ მსგავს რაღაცებს აკეთებენ? ამის ნაცვლად გამოდიან და იძახიან, რომ ქართულმა
სამართალდამცველებმა მოახდინეს ომის პროვოცირება, არიან მოღალატეები, არიან დამნაშავეები, არიან გამყიდველები. და ერთგვარი სიგნალი არის თუ არა, არ ვიცი, რუსეთისთვის, რომ ამ მხრივ თავსატეხი მათ აღარ ექნებათ საოკუპაციო ზოლთან. აქ აღარ გაჩნდება საგუშაგოები. რუსეთისთვის საოკუპაციო ზოლზე ბოლო 4 წელიწადია თავსატეხი საერთოდ არ არის. იმიტომ რომ არაფერი არ ხდება აბსოლუტურად. ესენი არაფერს არ აკეთებენ საერთოდ. აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებენ და მე ამაზე არაერთხელ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით ნასაუბრები. პირიქით, ანუ მარგინალიზებას ახდენენ მაშინდელი სამართალდამცავების მოქმედებისას. და ჩვენ ყველა, მათ შორის მე იქ მომშავე ბიჭები და თანამშრომლები გამოდივართ მტრები და მოღალატეები. როცა საკუთარი სიცოცხლე ქონდა გადადებული. მე პირადად 3 თვის განმავლობაში ჩორჩანას-ტყეში ვცხოვრობდი. მეც და ჩემი თანამშრომლებიც ყველანი იქ ვიყავით. ანუ და დღეს ეს ყველაფერი ამოო არის და ამ ყველაფერს არაფერი შედეგი არ გამოუღია და ამით ჩვენ სახელმწიფო რაში დავაზარალეთ სახელმწიფო. კონკრეტულად დადომ ფაქტები და მტკიცებულებები რითი დაზარალდა სახელმწიფო. ან რა უცხო ძალაზე არის საუბარი, რომელი უცხო ძალაზეა. თქვენ მაშინ პირდაპირ დაასახელონ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, ვინ უცხო ძალაზე არის. იქით დგას რუსეთი, აქეთ დგას საქართველო. პირიქით ეს იყო ერთგვარი, ერთ-ერთი მე ვფიქრობ ძალიან გაბედული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გადაწყვეტილება. და ესეთი ნაბიჯები არაერთი უნდა იდგმებოდეს. და შიგდა საუბრებში ამაზე ბევრჯერ ქონია ჩვენ. ამას მამაღლა არ იძახია რუსეთი არ გავახიზიანოთ პასუხი მაღალი თანამდებობის პირს. კი ბატონო, მე ასევე მინდა კითხოთ აი გახარიაზე უბრალოდ თქვენი მოსაზრება მაინტერესებს იმ გამონაკლის შორის არის ოპოზიციონერებს შორის რომლებიც კომისიის ხდომაზე არ მივიდნენ, ის მივიდა და ისევ არის დაბარებული კომისიაზე. აქ უბრალოდ თქვენი პოზიცია მაინტერესებს. თითქოს ორი კერა შექმნა ქართულმა ოცნებამ მის წინააღმდეგ. კომისიაზე თუ არ მივა, მას დააკავებენ, თუ მივა და კიდევ ხედავთ ხო, პროკურატურამ აღძრა უკვე საქმე მის წინააღმდეგ. აქ ჩანს თუ არა, რომ მთელი ეს პროცესი მაინც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ისტორიის დასასრულს გიორგი გახარიას დააკავებენ. კი, ალბათ უნდა მივიდეს უკვე, ახლა არ მისვლით არაფერი არ შეიცვლება ჩემი აზრით. აუცილებლად უნდა მივიდეს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიძახი, ამ თემით манипуლირება და სპეკულირება და მით უფრო პირდაპირ ეთერში ესეთი რაღაცების საუბარი, ხაი, რომ აწვევიან დაუშვათ, აბა ვისთან ქონდა როგორ იყო, ანუ გონია რომ ეს არ არის აუცილებელი კი არა, ეს არ უნდა გამოდიოდეს საერთოდ ზის შუქზე, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამაში ვინ არის ჩართული, როგორ ხდება დაგეგმვის პროცესი, წინსრებად რა უსწრებს და ასე შემდეგ. ანუ ამ საკითხების სააშკარაოზე გამოტანა უნდათ, რაც ჩემი აზრით არასწორი არის. და სარგებლობენ ამ ოპერატიული მასალით, რომ რაღაცეები შეიძლებოდა მაშინ არ ყოფილიყო, არ ვიცი, სააშკაროზე გამოტანილი, იმიტომ რომ თქვენც იკავებთ თავს რაღაც დეტალების თქმისგან. თუ არ გააქრეს დოკუმენტები, გრიფირებული არის, ყველაფერი არსებობს. აბსოლუტურად ყველაფერი. ახლა მე არ ვიცი სახელმწიფო დონეზე, ანუ მთავრობის დონეზე არსებობს თუ არა მიმოწერა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დონეზე არსებობს ეს ბრძანებები. ანუ აბა სიტყვიერად არაფერი არ კეთდება, წარმოუდგენელი არის ეს. ამას აქვს თავისი, ეს ძალიან ესეთი არ არის ამაზე ღიად სასაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ანუ ამ თემით манипуლირება რომ გახარია დააკავონ, და გახარიაზე მოახდინონ ზეწოლა უფრო მეტი სახელმწიფოს ვნებენ, სახელმწიფო ინტერესები ეწირება ამ პროცესს და აქ ძალიან კაფიოთ უნდა გაიმიჯნოს და აქ ძალიან კაფიო პოზიცია უნდა კონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს. განურჩევლად მათი პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებისა. არ შეიძლება ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი და ამაზე სპეკულირება და ამაზე ამით манипуლირება ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი
მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. მადლობა და ბოლოს კითხავთ მოკლედ თუ შეიძლება და დროში შეზღუდულები ვართ უნდა დავასრულო. რამდენად კაფეო იყო გახარია წინა კომისიის დროს, როცა საუბარი იყო 20 ივნისზე, როდესაც ის იყო წულუკიანის კომისიაზე. აი თქვენთვის თქვენ ხომ არ დაგაკლდათ კაფეობა მის განცხადებებში? იმიტომ რომ ამაზეც არის საუბარი და როგორც ჩანს ამაზე გაგრძელდება საუბარი 20 ივნისზე, ამ თემაზეც არის დაბარებული ის კომისიაზე. ჩემი აზრით, მე მგონია, რომ გახარიამ ერთხელ და საბოლოოდ უნდა დაუსვას წერტილი 20 ივნისის თემაზე ყველანაირ სპეკულაციებს. და რაც არის სათქმელი და რისი თქმაც უნდა თქვას ბოლომდე აბსოლუტურად. თქვენთვის არ დაუსვა მან წერტილი ამ თემას? მაინც დარჩა რაღაცა ასე თქვა პასუხგაუცემელი კითხვები, რითაც ძალიან ცუდად მანიპულირებენ და სპეკულირებენ. რა არის ამის მიზეზი, როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მაგრამ მე მგონია, რომ ამითი მანიპულირება უნდა დასრულდეს და კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ კი დარჩა რაღაცა ასე თქვა, ხო, საკითხი, რომელიც ან გამოსაძიებელი არის, ან ვერ გამოიძიეს, ან არსებობს კიდევ რაღაცა კითხვები, უნდა ყველაფერს გაეცეს აბსოლუტურად პასუხი და ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისგება უნდა გადაიხადოს, ხო, მაგრამ გახარიას დონეზე ვფიქრობ, რომ ეს უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ყოველთვის მგონია, რომ ამით მოახდენენ მასზე გარკვეულ ზეგავლენას და ამით მოახდენენ მის მარგინალიზირებას. კი ბატონო, მადლობა. თუმცა ყველაფერზე ახდენენ, იმიტომ რომ როგორც 20 ივნისის შემდეგ, ისევე ამ ჩორჩანას საგუშაგოს შემდეგ სულ რაღაც რამოდენიმე დღეში დაინიშნა ის პრემიერ-მინისტრად ზარზეიმით, ასე ვთქვათ და მართლაც აი თქვენ საუბრობდით რა ხდებოდა იქ და ჩვენ მე არ ყოფილვარ მაგალითად როგორც ჟურნალისტი, თუმცა საკმარისია გადაავლო თავალი 2019 წლის აგვისტოს არქივს, ნახავ რომ იქ არის ხელისუფლების წარმომადგენლების უმრავლესობის ოხანაშვილის, სხვათა შორის სუსის ამჟამინდელი შეფის ოხანაშვილის განცხადებაც ვნახე, მათიკაშვილის ვაჩვენე და მოკლედ პროპაგანდა. გახარია რომ წავიდა პრემიერობიდან და გაემიჯნა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს. თუ კი ეს საკითხი ჰქონდათ დღის წესრიგში და აწუხებდათ, მაშინვე შეეძლოთ ამ საკითხზე მუშაობის დაწყება. ამოღება დოკუმენტების დაბარება ქვედანაყოფიდან წარმომადგენლების მოკვლევა, შეკრა, გაფილტრა და ასე შემდეგ. ანუ ესე საჯაროდ ღიად ამ თემაზე საუბარი ეს გახარიას კი არა, ეს არის მათი კომისიის მხრიდან ქვეყნის ღალატი. თუ კი ვინმე უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ეგ ადამიანები უნდა მიეცნენ, რადგან ეგენი ჩადიან დღესდღეობით ყველაზე დიდ ბატონო ირაკლი, მე კი ვთქვი, რომ ბოლო კითხვა არის თქო, მაგრამ არ შემილია ბოლოს მაინც არ კითხოთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რაიმე სიახლე ხო არ არის ისეთი, რაც საინტერესო იქნებოდა, რომ ჩვენ გვცოდნოთ, იმიტომ რომ ბოლოს ვიცით, რომ დატოვეს რიგებმა მასიურად, თქვენ ამაზე საუბრობდით, გედედეს რიგები დატოვეს ძველმა კადრებმა და თორცები სასაზღვრო პოლიციიდან გადმოიყვანეს, დეპარტამენტიდან მოიყვანეს კადრები, რაიმე ხო არ არის საინტერესო, რაც შეგიძლიათ, რომ გითხრათ ამ ეტაპისთვის? ყველა წავიდა, მე რაც ვიცი აბსოლუტურად, ვაკანსიები არის უამრავი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, ასე რომ ვისაც უნდა შეუძლიათ მიმართონ ხარებას პირადი შემადგენლობა ყველა წავიდა, მე რაც მაქვს ინფორმაცია დამატებით დარჩენილ დაბალ რგოლში, ანუ აქ არის საუბარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, იმათზეც ახდენენ გავლენას ხარებას წარმომადგენლები, რომ თქვენც დატოვეთო, იმიტომ რომ ჩვენი მოყვანილები ხართ და თქვენც უნდა წამოხვიდეთ სამსახურიდან, რაც ვიცი. და მეორეს მხრივ ესენი როცა მოვიდნენ, ანუ როგორც ვიცი, სასაზღვრო პოლიციის რიგებიდან გადმოყავთ და აკომპლექტებენ დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს. როგორი იქნება, რას გააკეთებენ, ამაზე ჯერ მე არ ვიცი, მაგრამ ნახოთ, გამოჩნდება საქმეში გამოაჩენენ თავიანთ ისე ელოდებოდით გომელაურის, ტაბატაძის და კახიშვილის ასეთ ჩვენებებს გახარიას წინააღმდეგ? განსაკუთრებით გომელაურის ჩვენებას არ ველოდი, იმიტომ რომ არსებობს რაღაცები, რასაც დაუშვათ არ უნდა გადააბიჯოს ზოგადად ადამიანმა და მე
მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ესე მოახდენდნენ, რა ვიცი. ატყობა აქვთ რაღაცა ისეთი ამ ადამიანებზე, რითაც манипуლირებს ბატონი ივანიშვილი და ყველაფერს აკეთებინებს, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებინებს. სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა. ადამიანი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, დღეს მიდის პროკურატურაში და იძახის, რომ წარმოდგენა არ ამქონდა რა ხდებოდაო და ქვეყანა ომის რისკის წინაშე დააყენაო. ეს ასაცილო არ არის, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამართალმემკვიდრეობა, ჩვენი შვილების სამართალმემკვიდრეობა იქნება, ეს ადამიანები, მათი პოლიტიკური ცხოვრება, მათი პოლიტიკური განცხადებები, მათი პოლიტიკური ქმედებები და რამდენი წელი უნდა ვატაროთ ეს ტვირთად და ატაროს ტვირთად ჩვენმა მომავალმა თაობამ არ ვიცი.